მოგესალმებით. როგორ ხართ? საჯარო გაშლა იყო სახელწოდებით რა იზიდავს თქვენში. თქვენს ჩაფიქრებულ ძლივს დასრულდა ეს დაფნელების თერეფანი და ოდნავ ამას უთქვის პერიოდია და ეცადეთ რომ იყოთ არარადიკალურები, არამედ შემწყნარებლები. რა იზიდავს თქვენში თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორს? ის რა იზიდავს, რომ მუდმივად ხარ მიმზიდველი, სექსუალური, ბნებიანი, რომ მუდმივად შენი ინტერესის სფერო არის თვითონ ეგ ადამიანი. მისთვის ძალიან მიმზიდველია თქვენში ის, რომ გაქვთ მხატვრული ნიჭი. შეიძლება მხატვრულად გადმოსცემდეთ ლექსებს, შეიძლება მღეროდეთ კარგად. ხელოვნების დარგი არის თქვენ ძალიან ძლიერი მხარე და იზიდავს თქვენში ის, რომ მუდმივად ხარ ძალიან ჭკვიანი, მაქსიმალისტი. სწავლა გიყვართ ძალიან. თითქოს თქვენი საქმე იცით ძალიან. ახლა კიდე რაღაც სამსახურიც დაიმატეთ და თითქოს მუდმივად შრომობთ და მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ ასაკით ძალიან დიდი, ასაკით პატარა ადამიანები მიყურებენ აშკარად. თითქოს მუდმივად რომ ხართ ინტეგრირებული თქვენ საქმეში, ხართ მოწოდების სიმაღლეზე, მწვერვალზე. იზიდავს თქვენში ხმა, ხმის ტემბრი, იზიდავს თქვენში თვალები, იზიდავს თქვენში ღიმილი. იზიდავს თქვენში ის, რომ მუდმივად ძლიერი და ბნებიანი ენერგია გაქვთ და სულ რომ არაფერი გააკეთოთ, უბრალოდ ზიხართ და აფრქვევთ ჩქეფარებას და ეს იზიდავს თქვენში ძალიან. და ამავდროულად აშინებს კიდეც. პირად კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეწყობინებებში და მადლობა ყურადღებისთვის.